ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. სტუდიაში ჩვენთან ერთად უკვე იმყოფება ალექსანდრე გოგინავა, კლინიკა გლობალ მედის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი და ქეთევან კობაიძე, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკიდან უერთდება ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელ გადაცემას, სადაც საუბარს ვაგრძელებთ სეზონურ რესპირაციულ ინფექციებზე, გრიპზე, COVID-19-ზე და რესპირაციულ სინციტიურ ვირუსზე, მათი გავრცელების სიმპტომების, პრევენციისა და დამტკიცებული ვაქცინების შესახებ და რაც მთავარია რჩევები და რეკომენდაციები ჩვენს მაყურებლებს თუ როგორ უნდა შეძლონ და შევძლოთ მაქსიმალურად დავიცვათ თავი მომრავლებული სეზონური და არასეზონური ვირუსებისაგან. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჯანდაცვის სტანდარტში. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, ნინი. დავიწყოთ ამერიკის სტუმრით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რა ხდება ქალბატონო ქეთევან ემორის კლინიკაში? მადლობა ამირან, სასიამოვნოა რომ გინახულეთ შორიდან და მოკლედ გეტყვით რომ მე ვმუშაობ ემორის სამამტყოფოს მიდთაუნის სამამტყოფოში. უნდა გითხრათ რომ ახლა ამ ბოლო კვირას, ბოლო ორი კვირა მოიმატა სწრაფად, მაგრამ მოიმატა უფრო გრიპმა. თითქმის გაორმაგდა გრიპის რაოდენობა და კოვიდის რაოდენობა დაახლოებით ისეთივეა როგორიც იყო. ხაკეთ რა ამბებია ბატონო ალექსანდრე? ბატონო, მოგახსენებთ, ოქტომბრის თვიდან შედარებით მეტია რესპირაციული ინფექციების წილი და თქვად რეალურად ნაწილის დიაგნოსტირება ხდება და ვიცით თქვად გამომწვევი. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ კლინიკაში და როგორც ვიცით საქართველოშიც გრიპის შემთხვევა ჯერ ასე თქვა დაფიქსირებული არ არის. არის კოვიდის შემთხვევები, COVID-19-ით გამოწვეული ასე თქვა დაავადების შემთხვევები და განსაკუთრებით აღნიშნავ რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს, იმიტომ რომ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების დაახლოებით 90%, ვისაც ეს რესპირატორული ინფექციები აქვს, ძირითადად არიან რისკ ჯგუფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე არის მატების ტენდენცია, ეს კიდევ უფრო ასე ვთქვათ მოიმატებს შემთხვევები გვიან შემოდგომაზე და ზამთარში და კარგი იქნება თუ ქართული კლინიკები არიან ვინ შემოდიან? უმრავლესობა რა თქმა უნდა არა და ძალიან ახლაც ზუსტად ეს მომენტია რომ კარგია თუ ადამიანები აიცრებიან, ჩაიტარებენ ვაქცინაციას. ჩვენ ვიცით რომ საქართველოში ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომია და კარგი იქნება ბევრი ადამიანი აიცრება და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ ის ადამიანები, ვინც არიან რისკ ჯგუფში. მადლობა. ორივესთან მექნება ჩვენი შემდეგი კითხვა. ამ შემთხვევაში უკვე მზაობაზე, როგორც კლინიკების, ასევე ქვეყნები. რამდენად მზად არიან როგორც პანდემიური და ეპიდემიური კუთხით რესპირაციული ინფექციებისა და როგორ არიან გადამზადებულები აი ამ შემოდგომა ზამთრის პერიოდისთვის საქართველოში და მათ შორის ქალბატონო ქეთევან შტატების სიტუაციაც საინტერესო არის ჩვენი მაყურებლებისთვის. ჩვენ როგორ ვემზადებით? იწყება მომზადება აგვისტოს ბოლოს, ნინი. აგვისტოს ბოლოს უკვე გამოდის ინფორმაცია, რომ უნდა მოვემზადოთ რესპირატორული ინფექციებისათვის და ზამთრის surge, რასაც ასე ეძახიან აქ. და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ვინც მუშაობს ავადმყოფთან, სამავადმყოფოში უნდა გაიაროს ისეთი მოდულია, შეკითხვების მოდული, რომელიც უნდა უპასუხო ყველამ, რომ ავადმყოფი იყოს დაცული. ერთ-ერთი პუნქტი, რომ შენ ეს გაიარე და სერტიფიკატი მიიღე, რომ გაქვს უფლება იმუშაო ავადმყოფთან, არის ის, რომ უნდა იყო ვაქცინირებული გრიპის წინააღმდეგ. და ეს აცრა უნდა მოხდეს ნოემბრის ბოლომდე. მეორე, გარდა იმისა, რომ აცრა უნდა გავაკეთოთ და მოვემზადოთ ფიზიოლოგიურად მაგისთვის, ავადმყოფების შემოსვლა ხდება დიდი რაოდენობით, რაც იწვევს ეს სტრუქტურის შეცვლას. ასე რომ ის მარტო არ არის, რომ შენ უნდა აიცრა, ასევე უნდა გაითვალისწინო რა რაოდენობის ხალხს უნდა მოემსახურო და ამამტყობებს, ხო? ეს არის ასევე დაკავშირებული რამდენი ლაბორატორიის დახმარება გჭირდება, რამდენი კომპიუტერული ტომოგრაფია გჭირდება, X-ray გჭირდება, გჭირდება კიდე რაღაცა პულმონოლოგის დახმარება, ქირურგების დახმარება, მარტო გრიპი ხო არ არის, არა შემოდიან აპენდიციტი, ქოლეცისტიტით. ასე რომ ეს არის დაკავშირებული მთელ
სტრუქტურის მომზადებასთან. და ეს უკვე გამოცხადებულია ჩვენ სამომხმარებლოში და ჩვენც ესე ვემზადებით და ვატყობთ უკვე რომ მიღება უფრო მატულობს. მადლობა. რა ხდება აქეთ, მაგარ? მით უმეტეს რომ საქართველოში განსაკუთრებით შტატებთან შედარებით მაჩვენებელი აცრების უფრო დაბალი არის. პირველ რიგში რაც უნდა იყოს თავარი რაც არის, უნდა მოხდეს ვაქცინაცია მედიცინის მუშაკების, იმიტომ რომ ეს გახლავთ ასე ვთქვათ, მაღალი რისკის პროფესია და უფრო უნდა მოიმატოს პროცენტმა, იმიტომ რომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, წინა წლების მაჩვენებლებს თუ გადახედავ, საკმაოდ დაბალია ვაქცინაციით მოცვა მედპერსონალში, რასაც აქვს მაღალი რისკები, იმიტომ რომ ძალიან საშიშია შიდა გავრცელება ინფექციის ჰოსპიტალებში და თუ თქვა ვაქცინის პრობლემა ხო არ გაქვთ ახლა დარიგდა როგორც ვაქცინა არის, კი ბატონო, ხელმისაწვდომია და აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ მედპერსონალი აიცნას. ეს ერთი, მეორე მარტო ექიმები არა, აი ამაში ზოგადად მედპერსონალი, საშუალო დაბალი მედპერსონალი და ყველა ეს ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ, საავადმყოფოებში მუშაობს და მოღვაწეობს. ამ ასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვა გვაქვს ორივესთან, თუ შეიძლება მოკლედ რომ გითხრათ, რესპირაციული ინფექციების ამ სეზონის დროს რამდენად მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების ხშირად ხმარება და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ეს უზარმაზარი პრობლემა, რომელზეც ჩვენ ცალკე გადაცემაც გქონდა ერთხელ, მაგრამ კიდევ ვაპირებთ ამაზე. რა მდგომარეობაა ამ ხრივ შტატებში და იგივე თქვენი კლინიკის მაგალითზე შორს რო არ წავიდეთ ახლა. კეთილ. მაგაზე მოკლედ გიპასუხებთ ამირან, რომ უზარმაზარი პრობლემა არის და გრძელდება ანტიბიოტიკის ზედმეტად გამოყენება. ამიტომ ავადმყოფი რო შემოდის, კარგად უნდა დაესვას დიაგნოზი. თუ ავადმყოფს აქვს ბაქტერიული პნევმონია, ან კიდე თუ არის ვირუსმა შეიძლება გაართულოს, ხო სუპერინფლუენს ინფექცია გააკეთოს. ყურადღება უნდა მიაქცია ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობას, თბილობრივად თუ ფიქრობ, რომ იქ შეიძლება იყოს ბაქტერიული პნევმონია, უნდა დაიწყო ანტიბიოტიკი. მაგრამ ვირუსულს ეტიოლოგიურად ანტიბიოტიკი არაფერს არ შველის. ამიტომ ჩვენ ანტიბიოტიკს არ ვხმარობთ კოვიდის დროს, ვირუსული დაავადების დროს, თუ არ არის იქ რაღაცა სერიოზული დაავადებაზე, ბაქტერიულ დაავადებაზე ეჭვი. თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? თქვენი კლინიკის ამ საერთოდ მაგალითს ნიშნა რა გლობალური პრობლემაა ანტიბიოტიკორეზისტენტობა და ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ წავედ დგას ეს პრობლემა და ვცდილობთ რომ ასე ვთქვათ რაციონალურად გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები ბაქტერიოლოგიური კვლევის და სხვა არასპეციფიური კვლევის ასე ვთქვათ შედეგების მიხედვით იქნეს გამოყენებული, თუმცა პრობლემა ის არის რომ როდესაც მომართავს პაციენტი იმათ დაახლოებით 60-70% უკვე ემპირიულად დაწყებული აქვს ანტიბიოტიკოთერაპია, რაც ასე ვთქვათ მიუღებელია, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში ვირუსული პროცესია და ვირუსულ პროცესზე ანტიბაქტერიული მკურნალობა არანაირი ეფექტის მომტანი არ არის და პირიქით საზიანოა. აქედან გამომდინარე კიდე იგივეს გავიმეორებ, რომ აუცილებელია ჯანდაცვის რგოლის ინფორმირებულობა და იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ანტიბიოტიკურ რეზისტენტობასთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება თუ ამ რგოლში არ მოგვარდება ეს პრობლემა და იმასაც აღნიშნავ, რომ ჰოსპიტალში არსებული უკვე მიკრობები არის საკმაოდ რეზისტენტული და რთულად სამკურნალო და რთულია შემდეგ დადებითი შედეგის მიღწევა. მადლობა სტუმრობისთვის და იმედია რომ გამომკლავდებით სეზონს ახლა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისათვის და საინტერესო მსჯელობისთვის. პროფესორი ქეთევან კობაიძე, შეერთებული შტატების ემორის უნივერსიტეტიდან და ალექსანდრე გოგინავა გლობალმედის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი იყვნენ დღეს ჯანდაცვის სტანდარტში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია, აცრა ყველა მოქალაქისთვის არის უფასოდ ხელმისაწვდომი და ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა უწყების ცნობითვე იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებული არის სწორედ იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელი არის გრიპის სეზონზე. მედიცინა ეს არის გაურკვევლობის მეცნიერება და ალბათობის ხელოვნება. უილიამ ოსლერი. დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილს ვუძღვნით ძუძუს კიბოს სკრინინგს თემას, რომელიც თანამედროვე მედიცინაში ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დროული დიაგნოსტიკა და ეფექტური სკრინინგი ხელს უწყობს მკურნალობის უკეთეს შედეგებს და მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ჯანდაცვის სტანდარტს ამ თემაზე სასაუბროდ შემოუერთ და ირაკლი კოხრეიძე, მამოლოგი, ბატონი ირაკლი, ასევე გახლავთ საკონსულტაციო ცენტრის და კარაპს მედლაინის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც გაგვიზიარებს როგორც სკრინინგის თანამედროვე მიდგომებს, ასევე გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რაც საქართველოში გვაქვს ამ მიმართულებით. მოგესალმებით ირაკლი.
გამარჯობა. დიდი მადლობა ბატონ ირაკლი თქვენი სტუმრობისთვის. პატივია ჩვენი ჟანდას სტანდარტის გადაცემისთვის და დავიწყებთ პირველი კითხვით. ანუ რა ხდება, როგორია სტატისტიკა ჩვენთან დუზუს კიბოსთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაა, რა მიღწევები გვაქვს და ამავე დროს რა გამოწვევები. დიდი მადლობა მოწვევისთვის, საინტერესო თემებზე საუბარს ვაპირებთ. ძუძუს კიბო წარმოადგენს გლობალურ თვირთს, არა მარტო საქართველოს ონკოლოგიისთვის, არამედ მთელ მსოფლიოში ის წარმოადგენს ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებად ონკოლოგიურ პათოლოგიას. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ეს მაჩვენებლები ასევე დრამატულად მატულობს, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. საერთო ონკოლოგიურ სტრუქტურაში ის იკავებს ქალთა მოსახლეობაში პირველ ადგილს. და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ყველანაირი პროგნოზით 2050 წლისთვის მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძუძუს კიბოთი ავადობის და დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებში სიკვდილობის მაჩვენებელი კვლავაც მაღალი იქნება. რისკი ყველაზე მაღალი, რომელსაც ოკოპრივ ჯგუფში არის და დღეს საქართველოში სკრინინგის რომელ პროგრამებზეც გვაქვს ხელმისაწვდომობა. რამდენად თანხვედრაში არის ეს სკრინინგ პროგრამების საერთაშორისო რეკომენდაციები? საერთაშორისო რეკომენდაციები ჩვენ გვავალდებულებს, რომ სკრინინგი ქალთა მოსახლეობას შევატაროთ 50-დან 70 წლამდე, თუმცა საქართველოში იმ გაანგარიშებით, რომ დაავადების მატების მაღალი ტენდენცია ნარჩუნდება 40-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და ეს გრძელდება, რომ სკრინინგი ჩატარდეს 40-დან 70 წლამდე ასაკობრივ პოპულაციაში 2 წელიწადში ერთხელ. ეს არის კონტინგენტი, რომლებიც არ მიეკუთვნებიან დაავადების წარმოშობის მაღალი რისკის ჯგუფს, ეს არის ბილატერალური ორმხრივი მამოგრაფია, ეს არის ულტრასონოგრაფიული კვლევა და საჭიროების შემთხვევაში ციტოლოგიური კვლევა, ასევე ექიმ სპეციალისტის მომსახურება, მისი გასინჯვა, პაციენტის გასინჯვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ არის შერჩეული ტარგეტული პოპულაცია, თუმცა ძალიან სერიოზულ პრობლემებს ვხედავთ ჩართულობის თვალსაზრისით და სკრინინგით მოცვის თვალსაზრისით, რაც უმნიშვნელოვანესი და უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის. აქ თქვენი მოსაზრებები რა არის, რომ რატომ არ ერთობიან ჩვენთან? მიუხედავად ძალიან ბევრი ძალისხმევისა, რაც ტარდება, ვიცი ახლა ეს მე საკმაოდ კარგად, ამასთან ახლო შეხება მქონდა, ამ სკრინინგში რატომ არ ერთვება მოსახლეობა? ჩვენ აქ ეს პრობლემა მულტიფაქტორულია. ეს არ არის ერთ ფაქტორზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ცნობადობის გაზრდა და ამ მიმართულებით აქტიური, აგრესიული შეიძლება მარკეტინგული კომპანიები არის აუცილებელი იმისთვის, რომ ამის პოპულარიზაცია მოხდეს. ეს ერთის მხრივ. მეორე, რატომღაც ასე აღიქმევა ხოლმე, რომ რახან უფასოა, ის შეიძლება არ იყოს მაღალხარისხიანი და ამ თვალსაზრისითაც, ანუ ერთი ცნობადობის გაზრდის კუთხით, რომ ადამიანი მივიდეს ამ პროგრამაში და მეორე, რომ იქ ის მიიღებს მაღალკვალიფიციურ სერვისს, ეს არის მეორე საკითხი. მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ცნობადობის დონის ამაღლება და გარკვეული პასუხისგებლობის დაკისრებაც კი მათზე. სკრინინგ ცენტრი ეს არ არის დიაგნოსტიკური ცენტრი, ეს არის ცენტრი, სადაც ხდება ადამიანების, მოდით ასე ვთქვათ, დახარისხება ცუდი სიტყვა, სელექცია დაავადების წარმოშობის დაბალი და მაღალი რისკის ჯგუფები. ჩვენ სკრინინგის პრობლემებზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ვხედავთ კონტინგენტს, რომელიც სკრინინგულ კვლევებზე დადის, ეს არის ერთი და იგივე კონტინგენტი, რომელიც ისედაც ივლიდა დიაგნოსტიკურ კვლევებზე ხშირ შემთხვევაში. ისედაც ივლიდა დიაგნოსტიკურ. ჩვენი ამოცანა ისეთი კონტინგენტის ჩართვა, რომელიც ამ პროგრამაში არის. პირველად ჟანდაცვის ექიმი ძალიან სერიოზული პასუხისგებლობა. და ბატონი რექტორი, ეს კი არ გქონდა შესაძლოა გათვალისწინებული, მაგრამ აუცილებლად მინდა ჩვენს გადაცემაში ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და იმ ქალებს რეკომენდაციის სახით თქვენი მხრიდან ვუთხრათ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება რჩევის სახით და რა უნდა გაითვალისწინონ პირველ რიგში. ყველაზე მარტივი რაღაცა თვითგასინჯვის ტექნიკის ცოდნა ძალიან მარტივია და ეს მათ შეუძლიათ ნახონ, წაიკითხონ, ძალიან მარტივია. აუცილებლად სკრინინგში ჩართულობა 40-დან 70 წლამდე, ეს არის უფასო. გთხოვთ, რომ მიხვიდეთ ჩაერთოთ სკრინინგულ პროგრამებში და მიიღოთ ეს სერვისები აბსოლუტურად უფასოდ. მეტი ფიზიკური აქტივობა, ნაკლები მავნე ჩვევები, თამბაქო და ალკოჰოლი და როგორც გითხარით, კვებით რაციონში მეტი ბოსტნეული, ხილი, თევზეული. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა. მადლობა ბატონო. ირაკლი კოხრეიძე, მამოლოგი, საკონსულტაციო ცენტრის და კარავს მედლაინის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი იყო დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმარი. ჯანმრთელობა ცხოვრებაში პირველი მოვალეობაა. ოსკარ უაილდი. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.